ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეგრძნებაა, როდესაც გონებაში ძალიან ბევრი საინტერესო იდეა და მიზანი გაქვს, მაგრამ რეალობაში თითქმის არაფერი არ გადმოგაქვს და ეს იდეები და მიზნები ფიქრებად რჩება. წარმოიდგინე, რა საოცარი იქნებოდა ის ადამიანი, რომ ყოფილიყავი, ვინც შენ ფიქრებსა და წარმოდგენებში ყოფილხარ. ყოფილიყავი ისეთი ფიზიკური აღნაგობის, როგორიც გინდა. ქონოდა ბევრი ფული, ან ყოფილიყავი ბევრად საინტერესო ადამიანი, ვიდრე ახლა ხარ. ამას პროკრასტინაცია ეწოდება. ეს ინგლისური სიტყვა იმიტომ მოახსენე, რომ მისი განმარტება ზუსტად შეესაბამება იმ იმედგაცრუების შეგრძნებას, რომელიც თითქმის ყველა ადამიანს გვაქვს. როდესაც ისეთ საქმეს გადავდებთ ან არ გავაკეთებთ, რომელიც ჩვენთვის შინაგანად ძალიან მნიშვნელოვანია. ამ თემით იმიტომ დავინტერესდი, რომ მთელი ცხოვრება ჩემ თავში პოტენციალს ხედავ. მინდა საინტერესო ადამიანი ვიყო, მაგრამ არასდროს არ ვდგამდი ხოლმე ამისთვის საჭირო ნაბიჯებს. ახლა რადგან ჩემ ვიდეოს უყურებ, ეს ნიშნავს, რომ ჩემი ერთ-ერთი მიზანი განვახორციელე და გადადების ან დავიწყების სურვილს, რომელსაც დიდი ხანი ვებრძოდი, გავიქეცი. შესაბამისად, უფრო თავდაჯერებულად გაგიზიარებთ ამ მეთოდებს, რომლებიც დამეხმარა პროკრასტინაციის დასაძლევად. პირველ მეთოდს, რომელიც ყველაზე მეტად დამეხმარა საქმის გადადების ჩვევის დასაძლევად, დავარქვი staircase method, ანუ კიბეების მეთოდი. წარმოვიდგინოთ, რომ ბოლო კიბეზე არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი ან იდეა, რომლის განხორციელებაც გვინდა. იმისთვის, რომ ამ ბოლო კიბეზე ავიდეთ, განა გამოვტოვოთ სხვა კიბეები და ავხდეთ პირდაპირ ბოლო კიბეზე, რაც ხშირ შემთხვევაში წარუმატებლობით დამთავრდება. არამედ ავიდეთ ნელ-ნელა. ახლა ავხსნი ამ მეტაფორით რას გულისხმობ. ჩემ შემთხვევაში მაგალითად დღის განმავლობაში სანამ მე ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზნის განხორციელებას, ვიდეოს დამონტაჟებას დავიწყებ, იქამდე პატარ-პატარა საქმეებს გავაკეთებ, რომლებიც ჩემგან ძალისხმევას მოითხოვს. მაგალითად დილას, როგორც კი ავდგები, მიუხედავად იმისა, მაქვს თუ არა ეს ჩვევაში, ჩემს საწოლს გავასწორებ. ეს იქნება ჩემი პირველი კიბე, რომელზეც ფეხს დავდგამ. შემდეგ ცოტათი გავართულებ, ცივ-შხაპს მივიღებ, რაც ორგანიზმისთვის ძალიან დიდი სტრესია, მაგრამ როდესაც ცივ-შხაპიდან ამოდიხარ, გონია რომ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, რადგან ამ სუნთქვის შემკრალ დავალებას გავუმკლავდი. შემდეგი კიბე გასაირნებაა. რადგან ორგანიზმი გამოაცოცხლოთ ან დილას სიარულიცას, თითქოს შენი ტვინი ძალიან მსუბუქია და ამ დროს ჰაერის ჩასუნთქვა დიდ ძალას გაძლევს იმისთვის, რომ დღე წარმატებით გააგრძელო. თუმცა ერთი რამ გამორჩა, რაც ბოლო წელია ყველაზე დიდი აღმოჩენაა ჩემ ცხოვრებაში. ეს არის ის, რომ შენი დღე რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, წინა დღის ღამიდან იწყება. მაგალითად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძილის წინ წავიკითხო პერსონალურ განვითარებაზე ორიენტირებული წიგნის თუნდაც 10-15 გვერდი. ამით შენ გონებაში თითქოს ძილის დროს მყარდება ის იდეა, რომ შენ აკონტროლებ შენ თავს, შეგიძლია ის აკეთო, რაც შენთვის მნიშვნელოვანია და არა ის, რასაც შენი ზარმაცი ტვინი, რომელსაც მარტივი დოპამენი უყვარს, გიბიძგებს რომ ქნა. მეორე მეთოდი კონკრეტული მიზნების მიღწევაში ხელი რომ არ შეგეშალოს არის ის, რომ შექმნა ისეთი გარემო, რომელიც გაიძულებს იმ ქმედებებისკენ სწრაფვას, რაც შენთვის მნიშვნელოვანია. მაგალითად, თუ გვინდა რომ ძილის წინ წიგნი წავიკითხოთ, რაც როგორც გითხარით, ჩემზე ძალიან კარგად მოქმედებს მეორე დღის წარმართვაში, დილას საწყალს რომ გავასწოროთ, ბალიშჩის ადგილას დავდოთ ის წიგნი, რის წაკითხვაც გვინდა. შესაბამისად, როდესაც დაღამდება და საწყალისკენ გაეშურები, ეს წიგნი თვითონვე გაგახსენებს თავის თავს და ნაკლები ძალისხმევა დაგჭირდება მის წასაკითხად. თუ წონის დაკლება გინდა, უბრალოდ ეცადე რომ შენი მაცივრის ტრანსფორმაცია მოახდინო და ისეთი საკვების ნაცვლად, რომელიც გასუქებს, მაგალითად ტკბილეული, დადო ისეთი საკვები, რომელიც რომ ბევრი ჭამა მაინც გაგიჭირდება რომ მოიმატო წონაში. ცოტა რთულია ეს, რადგან მარტო შენ არ ხარ სახლში, მაგრამ ეს შეგიძლია გააჟღერო ოჯახში და ისინი გაგითვალისწინებენ. თან კიდე ერთ საინტერესო რამესაც მივადექით, რასაც social pressure ეწოდება. ანუ ხალხისგან რომ გრძნობ წნეხს. როდესაც შენ ხმამაღლა იძახი თუ რა მიზანი გაქვს, ეს წნეხი იქმნება. შესაბამისად, შენ უფრო ძლიერად ცდილობ რომ მიაღწიო ამ მიზანს. იმიტომ რომ თავმოყარე ადამიანისთვის ყველაზე დიდი კოშმარია, როდესაც სხვა მასზე იმას ფიქრობს, რომ უნებისყოფოა და თავის სიტყვას არასრულებს. ეს ფაქტობრივად ეგოს მკვლელია. მოკლედ მარტივად რომ თქვათ, ყველაფერი ისე მოიწყო შენ სახლში, რომ შენი მიზნისკენ სწრაფვა ძალიან გაგიმარტივოს. ახლა კი გადავიდეთ ბოლო, მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მეთოდზე, რომელზეც მოგიყვება. ეს არის თავის დაჯილდოება. ხო, თითქოს უცნაურად ჟღერს ეს, იმიტომ რომ მთელი დღე პირიქით რთული საქმეები უნდა ვაკეთოთ, უნდა ვებრძოლოთ სიზარმაცეს და ტვინს მარტივი დოპამინი არ ვაჩუქოთ. მაგრამ ეს თავის დაჯილდოება სულ სხვა რამ არის და ძალიან ძლიერი გავლენა აქვს ტვინზე. როდესაც მნიშვნელოვან საქმეს დავასრულებ, ჩვენ თავს თუ გავახარებთ რაღაც ამ დროს, ეს მომავალში ტვინს ამახსოვრდება და როდესაც რთულ საქმეს შეეჭიდები, გემახსოვრება რომ ბოლოს დაჯილდოვდები. შესაბამისად, პირიქით ყოველთვის мотиваცია იქნება შენთვის რომ ამ საქმეს შეეჭიდო. თუმცა რა თქმა უნდა, ეს ჯილდო ლოგიკური უნდა იყოს. თუ მაგალითად წარმატებით დაიცავი დიეტა ერთი კვირა, ეს არ ნიშნავს რომ შემდეგ დღეს შენი თავი ისეთი საჭმელად დაიჯილდოო, რომ მთელი შრომა წყალში ჩაგეყაროს.
მაგალითად მე როდესაც ამ ვიდეოს ბოლოში გავიყვან, ჩემ თავს ისეთ რამეს ვუყიდი, რაშიც შეიძლება ზოგადად მენანებოდეს ფულის გადახდა. მომავალში კი ეს რომ მე მახსოვრება, სულ იმის სურვილი მექნება ახალი ვიდეო გადავიღო და ახალი საჩუქარი მივიღო ჩემი თავისგან. და ბოლოს პატარა ხვალინდელი დღის გეგმა შევკრათ, სადაც სამივე მეთოდს გამოვიყენებ. პირველი სანამ დღეს დავიძინებთ ან რაიმე წიგნი წავიკითხოთ ძილის წინ თუნდაც 10 წუთით, ან YouTube-ზე ვუყუროთ ისეთ ვიდეოებს, რომლებიც განვითარებაში და ჩვენი მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება. ანუ მოკლედ რაიმე ძალის ხმევას რომ მოითხოვდეს და დაკვირვებას ამ ვიდეოს ყურება. დილა რომ დაიწყება, როგორც კი ავდგებით, თუ ოთახში შენი მიმოფანტული ტანსაცმელი დაინახე, არ გადადო და მოაწესრიგე. საწოლი გაასწორე, ცივი შხაპი მიიღე, გაისაინე და გეგონება თითქოს მთელი ორგანიზმი და ტვინი გაიწმინდა და ყველა რთული საქმისთვის მზად იქნები. საღამოს ვარჯიშს თუ აპირებ, წინასწარ გაიმზადე ტანსაცმელი, ჩაალაგე შენ სპორტულ ჩანთაში და როდესაც ამის დრო მოვა, რადგან შენ სწორი გარემო შეიქმენი, სავარჯიშო წასვლა ძალიან მარტივი იქნება. ბოლოს კი თუ შენი ყველა დღის გეგმა შეასრულე, თავი რაიმე პატარათი დაისაჩუქრე. თუმცა ძილის წინ წიგნის საკითხვა არ დაგავიწყდეს და არ დაივიწყო ის, რომ მომავალ დღესაც ცოტათი ბრძოლა მოგიწევს, სანამ ეს ყველაფერი შენი ჩვევები არ გახდება. და ბოლოს, საზოგადოებრივი წნეხიც თუ გინდა, მოდი კომენტარებში დაწერე რა არის შენი მიზანი და ერთი კვირის შემდეგ დაწერე თუ რა ნაბიჯები გადადგი ამ მისნის მისაღწევად.